ღმერთმა დააგდოსოთ გაგაზრდო გზახსნილი ქონოდა ღვთის საიდებლად სული სასხოვნებლად. მაცხოვარი სიტყვები ყოველთვის გვაძლიერებს და გვეუბნება რომ გვამხნევებს ყოველთვის. დღევანდელი სახარებაც ასევე გვამხნევებს. ნუ გეშინინი ცირესა მაგას სამწსოსა. რამე თუ სათნო იყო მამამან თქვენმან წესათამან მოცემა თქვენ და სასუფეველი. ანუ ჩვენ უნდა ვიყოთ ხნეთ, არ უნდა გვეშინოდეს, უნდა ვიყოთ ძლიერად, უნდა ვიყოთ იმედით, იმიტომ რომ ქრისტიანობა ეს არის გამოხსნა ადამიანის ცოდვისა, წყევლისა და სიკვდილისაგან და ეს არის აღთქმა ახალი ადამიანისათვის ღმერთის მიერ მიცემული სასუფეველი სათა აღუთქვა ადამიანს. ის ვინც ქრისტეს ცნობით იცხოვრებს, ყოველ შემთხვევაში შეეცდება და იდეალურად ვერ ვასრულებთ ახლა, მაგრამ რასაც ვერ აკეთებს და სწოდავს და აზრით, სიტყვით თუ საქმით აშავებს, მოინანიებს, მას სასუფეველი სათა დაპირდა ღმერთმა. როგორ ფიქრობთ, ჩვენ ვასრულებთ ხოლმე, ჩვენ დაანაპირებთ და ჩვენ არ გვიყვარს რომ არ გვისრულებენ და არც ის გვიყვარს რომ ჩვენ არ ვასრულებთ დანაპირებს, ჩვენთვისაც არ არის კარგი, რომ აიტყვი და არ შეასრულო. და უფალი რომელმაც საერთოდ ყველაფერი შექმნა იდება მის სახელს, ის არ შეასრულებს თავის დანაპირებს, ნუ იქნება ესე, ხო? აუცილებლად ეს ვინც ქრისტეს ირწმუნებს, ვინც იცხოვრებს მისი ეცდება ყოველ შემთხვევაში და ხა იდეალურად თუ არ ყოველ შემთხვევაში ეცდება და ცდელობა უკვე სათნოებაა იცხოვრებს ქრისტიანული ცხოვრებით. სათნო იყო მამამან თქვენმან ძესათამან მოცემა თქვენ და სასუფეველი და რა არის ამაში გასაკვირი? ესეც უნდა იყოს და მადლობა ღმერთს ამისათვის. ღმერთმა რომელმაც ყველაფერი არარაისაგან შექმნა, გიკვირთ თქვენ ის რომ სასუფეველიცათა აღვითქვა მის საყვარელ შვილებს და მის ქმნილებას, ხატა და მსგავსად ქმნულ არსებებს აღუთქვა სასუფეველი, ეს პირიქით მე არც მიკვირს. ქრისტესაგან არაფერი გასაკვირი არ არის, ყოველივე შეუძლია მას და ყოველივე ძალუძს მას. და ნათქვამია, ჩემი სახელით სასწაულებს მოახდენთო, ხომ და უფრო მეცაც მოახდენთო, ვიდრე მე სახარებაში რო წერია, იქ მოახდინეო, ნუ აზრით ეს აზრია, ხო? ამიტომ საოცარი მადლი და საოცარი ჯილდო მოგცა ღმერთმა, მაგრამ ამას უნდა შრომა, ღვაწლი, მონდომება, ხომ? სინანული, კულტურა, სიყვარული, განათლება, კეთილგანწყობა, სათნოება, სიმშვიდე და განსაკუთრებით გვაფრთხილებს, რომ ამას უნდა რომ წელნი თქვენი მორწმული იყვნენ და სამთელნი თქვენი აღმთებული. აქ წელი აქ სულიერი ხერხემალი იგულისხმება, ადამიანის სულიერი მთავარი სტრუქტურა, რომელიც ადამიანის სულიერ მთავარ ასე ვთქვათ მისი სულიერი ასე ვთქვათ ენერგია აი სულიერ ხერხემალშია განაწილებული. და ხეს დიდი თემაა, აღარ შევყვათ, უბრალოდ ეს არის ძირითადი ადამიანის სულიერი სიმძიმის ცენტრის დამცველი და მისი სულიერი ბალანსის სტრუქტურა, რომელიც მის სულიერ წონასწორობას განაპირობებს. ანუ წერნი თქვენი მორწმული იყვნენ, ანუ იყვნენ გამზად მობილიზირებული, ფორმაში იყოს, ეხლა ჩვენ უბრალოენით ვთქვათ, ანუ იყოს დისციპლინირებული. იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც მისთვის ყველაზე უფრო მყუდრო, ყველაზე უფრო მოსახერხებელი და ყველაზე უფრო სასურველ მდგომარეობაში აფყოფებს მის სულიერ ხერხემალს, იმისაც რომ მან აღასრულოს ის ენერგია, განავითაროს ის სულიერი ცენტრები, ის სულიერი თავისი შესაძლებლობები განავითაროს და განავრცოს აზრით, სიტყვით და საქმით ქრისტეს ვთქვათ მადლი, არა მარტო თვითონ მიიღოს, არამედ განავრცოს ეს მადლი, რომელიც მას ღმერთისაგან ენიჭება. ეს სულიერი ცენტრი, სიმძიმის ცენტრი, მისთვის არის მუდმივი მზადყოფნის ცენტრი მადლის მიღებისათვის. იმიტომ რომ როდესაც მადლიდან გამოდის ადამიანი მადლის მდგომარეობიდან და ეცემა და ხდება მისი დამხობა, ცოდვებით ემხობა ადამიანი, როგორც ჭურჭელი რაღაცას გადმოაბრუნება, ეს ემხობა და რაც სამი არის, შიგნით კარგი ყველაფერი გადმოდის. ემხობა, მაგრამ რა ვქნათ ახლა? მე ისევ წამოაყენებს უფალი, სასო არ უნდა წარიკუთოს ადამიანმა და იმედი არ უნდა დაკარგოს, იმიტომ რომ სამი საფრთხის მეტყველო სათნოება გავიხსენოთ, სარწმუნოება, სასოება და სიყვარული. ხომ? ამიტომ რომ გავიხსენებთ ამას, გვახსოვდეს უნდა რომ ყოველთვის იმედი უნდა გქონდეს, რაც არ უნდა დავემხოთ ჩვენი ცოდვებით და ცოდვებს იმდენს ვიდენთ, კარგსაც ვაკეთებთ, თორემ ცოდვებს იმდენს ვიდენთ, ნუ იტყვით, ხომ? აზრით, სიტყვით თუ საქმით. ანუ საკუთარი თავზე უკმაყოფილება, საკუთარი თავისადმი უფრო მეტის მოთხოვნა, არ დაკმაყოფილება მიღწეულზეს ქრისტიანის ჩვეულებრივი და ეს ჩვეულებრივი უბრალოდ
ჩვეულებრივი რეჟიმი უნდა იყოს ცხოვრებისა, თორე თუ შენ საკუთარი თავით კმაყოფილი ხარ და მიღწევებზე უკვე დაუსვი, ასე ვთქვათ, ბეჭედი რომ შენ მიაღწია და მეტი შენ უკვე აღარ გინდა და კარგად ახარ და ყველაფერი კარგად არის, როგორც იტყვიან, ყველაფერი კარგად იქნება, ეს რო იტყვიან, აი მაშინ უნდა იყო ფრთხილად, ამას რო გეტყვიან, ყველაფერი კარგად იქნება. იმიტომ რომ ყველაფერი კარგად იქნება თუ არ იქნება, არავინ არ იცის, ყველაფერი იქნება ისე, იყავნება შენი, ვითარცაც საათაშინე, როგორც ეგრეცა ქვეყანაზე და ჩვენ რო დავიწყოთ, ყველაფერი კარგად იქნება ზახილს, არ იქნება ის ყველაფერი ისე კარგად, ჩვენ რო გგონია. და ჩვენ რაც გგონია, ზოგჯერ ისიც არ ვიცით ის წესიერად რაც გგონია რომ ვიცით და ისე არ ვიცით და იმდენად არ ვიცით როგორც გგონია რომ ვიცით. ამიტომ ყველაფერი იქნება კარგად კი არა, ყველაფერი იქნება ისე როგორც უფალს უნდა. და ის შემდეგ კარგად იქნებას დავარქვევ ჩვენ ამას თუ ზოგი ღვთის ნებას ებრძვის და ეწინააღმდეგება და ის ნება ღვთისა ზოგჯერ კომფორტს სულაც არ მოასწავებს, სულაც არ მოასწავებს ღვთის ნების აღსრულება შენ სულიერ კომფორტს, ევრო რემონტს, ბანკში ანგარიშებს, კარგ მანქანებს, შვენიერ ჯიპებს, კარგ გარკვეულ რაღაცა რეგალიებს, დიდებას, პატივს, ყველასაგან ტაშისყრას, ამასოფლის საგან ჩახუტებას და სიყვარულს, ეს ყველაფერი კარგად იქნება, სხვა ყველაფერი კარგად იქნება. ეს არის ის კარგად იქნება, რომელიც წარმართებს, ჰედონისტებს და ასე შემდეგ. შვინვერი ცხოვრება ადამიანებს აქვს, ამასოფლისაგან რჩეულებს, მაგრამ ეს კარგად ყოფნა სულაც არ გულისხმობს ღვთისნება, რომ ვრცელდება ადამიანის ცხოვრებაში და ჯვართვირთულობა. ყველაფერი კარგად იყო ქრისტეს ცხოვრებაში. ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ როგორ კარგად იყო, რომელიც იმ კარგად ყოფნამ ქრისტე გოლგოთაზე აიყვანა, ჯვარს ეცვა, ვნებები, საშინელი ტანჯვა წამება და ბოლოს ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, ხო? და ამაღლდა ზეცად. და ყველაფერი კარგად იქნება შემდეგ, კი, ქრისტეს შემდეგ. თუ კი შენ ქრისტეს ცნებებს დაიცავ. მაგრამ ის ნების აღსრულება ადამიანის ცხოვრებაში ვიმეორებ, არანაირად არ მოასწავლებს და არ იდენტიფიცირებს იმას, არ არის ტოლი იმისა, რომ შენ იქნები კომფორტში, შვენიერ კარგ ცხოვრებაში და ყველაფრით კმაყოფილი. პირიქით, უფრო სასწაულწმინდად ცხოვრებას გადახვედი. პირიქით საპირისპიროს მოასწავლებს. საპირისპიროს მოასწავლებს. და მოწამესთვის რო გეთქვა, შენ წამების დროს ყველაფერი კარგად იქნება. მიდი ეწამე, ყველაფერი კარგად იქნება. ფიქრობ, არა ადეკვატური იქნებოდა ეს. რაღაც მომენტში, რაღაც რაკურსით მაინც. ამიტომ ყველაფერი ისე იქნება და არის მამაოჩვენოში ნათქვამი არ არის, ყველაფერი კარგად იქნება. მამაოჩვენოში წერია, ყველაფერი იქნება ისე როგორც ვითარცაც საათაშინა იყავ ნებაშენ, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. და როგორ იქნება ეს განხორციელებული ჩვენს ინდივიდუალური ცხოვრებაში, გარდატეხა ჩვენი ღვთის ნებისა, ჩვენს ინდივიდუალურ ცხოვრებაში იქნება ისე, რა პროპორციითაც ჩვენ ღმერთთან ახლოს ვართ. თუ ჩვენ არა ვართ ღმერთთან ახლოს, არაფერი არ იქნება ისე, როგორც ჩვენ გონია. თუ ჩვენი სურვილები, ჩვენი აზრები, სიტყვები და ჩვენი ქმედებები არ არის ღმერთთან ახლოს და ღმერთის ნების ჰარმონიაში ღმერთთან ერთად არ არის ღმერთის ნებისა, მაშინ ყოველთვის განგებულება ღვთისა, ვის ნებით მიდის, მას მიყავს ის და ჰარმონიულად მეტარებით შვიდად ვიწრო გზით მიყავს ხონებისგან და ვიც არა, მას მიათრევს სხვადასხვა ტკივნეული განსასწრებით. მიათრევს მას. და ამ მითრევაში და ამ ხოხიალში რა იგულისხმება, მე მგონი ინდივიდუალურ ოჯახურ და ეროვნულ დონეზე მე მგონი ეს უკვე დიდი ხანია ბევრი რამ გავიარეთ და თუ გამოცდილებისა და ინტელექტის გამოყენების უნარი ჩვევა გვაქვს და შემოგჭა, მე მგონი ამის გააზრება კიდევ შეიძლება. თუ კი ხანდახან ინტელექტითა და გამოცდილებით ჩვენით შეიძლება რომ ვისარგებლოთ და გამოვიყენოთ წაღმა და არა უგუღმა. ეს სხვა თემაა. ამიტომ ამბობს უფალი იმისა, რომ ნუგეშინი მცირესა მაგას სამწსოსა. რა შიშზე არის ლაპარაკი? შიში ჩვენ უკვე იმდენი გავიარეთ, რომ რაღაცი გვეშინია. უკვე კარგი ხანია დაშინებისა და შიშისა და დაფეთების გამოსტებით ჩავაბარეთ. ეხლა უკვე აწი იმის იქით მიღმა ვიყურებით, შიშის იქით. რაღა დროს შიში. შიში კი არა, სათნო გვიყო მამამან ჩვენმა, რომ ზეცათავანი მოგცა სასუფეველი ცათა გაგვიმზადა. რა შიშზე არის ლაპარაკი? შიში კი არა, იმედი, სარწმუნება და სიყვარული გველის და სიყვარულში უნდა ვიყოთ და იმედში უნდა ვიყოთ. რა შიში კი არა, ნუგეშინია თუ, აი ამიტომ გვითხრა უფალმა. და სადაც იქნებაო თქვენი საუნჯო, იქნებაო თქვენი გულიო. და უნდა ვიფიქროთ ჩვენი საუნჯო იყოს სად? ზეცაში. მოაგროვეთ იქ, აქ კი მოაგროვეთ, იქ მოაგროვეთ სიმდიდრე.
ის ვერავინ ვერ წაიღებს იქიდან იმას. იმ სიმდიდრეს ვერავინ ვერ წაგართვევს. სულიერად მდიდარი, მწიფე ადამიანი სულ სხვანაირად გამოიყურება. აი როგორც ამბიონიდან ჩანხარ თქვენ ყველანი ახლა. რომ ვიღა ხასიათია, როგორი სულიერი განწყობით არის, როგორი მორჩილებით, როგორი წუხილი აქვს, როგორი გაჭირება აქვს, ყველას თავის გაჭირება გვაქვს. ჩვენ ჩანვართ, მე სტიკაროსნების ჩანვართ ქვევიდან, აი ამბიონის ქვევიდან, დარბაზიდან ჩანვართ ჩვენი გაჭირება, ჩვენი ცოდვები გვაქვს, ჩვენი სინანული გვაქვს, ღმერთისადმი, ჩვენი სავედრებელი გვაქვს, რა ვქნათ, ადამიანები ვართ. ჩვენი ცოდვები გვაქვს, ჩვენი მოსანანიებელი გვაქვს. ესეც უნდა იყოს. თქვენს ქვედა აქედანაც ჩანს. და აი ესეთი საოცარი ასე რომ ადამიანი ყველას თავისი გაჭირება ვისაც აქვს, ღმერთს უნდა გულით შეავედროს და ეს მისი სულიერი სიმდიდრე უნდა გაამრავლოს და უნდა იფიქროს იმაზე, რომ თავარი სულიერი სიმდიდრე მისი არის იმაში, რომ ღმერთის იმედი კონდეს და სიყვარული კონდეს ღვთისა და იმედი კონდეს და რწმენა კონდეს ღვთისა. ამიტომ სულ მუდამ წელნი თქვენი იყვნენ მზადყოფნაში, მორთმობა, აი სულიერ წონასწორობის მდგომარეობაში ყვეთ. თუ გამოგიყვანთ ცოდვა წონასწორობიდან, უმალ დაუბრუნდით ისევ წონასწორობის მყარ მდგომარეობას და სტატუს კო არ დაკარგოთ. და ამიტომ ნეტარიყვნენ მონანიო, რომელთა მოვიდეს უფალი მათი და პოვნეს იგნი მღვიძარენი. ამით გეტყვი თქვენ, რამე თუ და ასე შემდეგ. ანუ სულ მღვიძარი იყავით, სულ მღვიძარი, სულ ანუ ისე მდგომარეობაში, სულ მზადყოფნის მდგომარეობაში იყვნენ. და აი ესეთი სულ მომზადებული მდგომარეობა ქონდათ, იმიტომ რომ სულ აი საბჭოთა პოსტ-საბჭოთაც გავიდა ეს საბჭოთა ეს გმობის პერიოდი, ხომ გავიდა მე კრიმინალური პერიოდი, გავიდა შემდეგ იმის წინ კიდე სხვა პერიოდები იყო, ხომ გადავხედოთ უნდა ეს ყველაფერი გავიდა, მაგრამ არ გასულა რა, ღვთისხალობა არ გასულა, ყოველთვის მოქმედებს ღვთისხალობა. და ყოველთვის ის ვინც მზად არის და გაფრთხილებული შეიარაღებულია ნათქვამია ის ვინც იცის რომ სულ ელის როდის მოვა პარავი რა გულისხმობა დემონური ძალა ხომ როდის მოვა სულ ელის მზადყოფნა ანუ ადამიანი რომელიც დადის გვიძავს აკეთებს თავის საქმეს ეს არ ნიშნავს თავის საქმე არ აკეთებს იგი მექანიკურად კი არ აკეთებს გვიძავს აკეთებს მუშაობს, მაგრამ ამავე დროს სხვა რაღაცა მზადყოფნა აქვს შინაგანი. რაღაცა სხვა შინაგანი მზადყოფნა აქვს, პერიფერიული მისი მზადყოფნა სულიერი მოლოდინისა და იგი მუდამ მზად არის იმისათვის, რომ პასუხი გასცეს რეალობას. ადეკვატური პასუხი გასცეს რეალობას. ამისათვის მუდამ მზად არის. ეს საოცარი მზადყოფნის მდგომარეობა ქრისტიანობამ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ამას. სულ მუდამ მზად იყავით, იმიტომ რომ სახლის უფალმა რომელმაც ჟამი იცის პარავი რომ მოვალს იქ მზად არის თუ არ იცის სულ უნდა მზად იყოს უნდა თუ იცის მაშინ ჩასაფრებულია უკვე მაგრამ როცა არ იცის მაშინ სულ მზად არის იმიტომ რა იცი როდის მოვა ამიტომ ის დემონური თავდასხმა ხილული თუ ხილავი აზრით სიტყვით თუ საქმე უამრავი ჩვენ არ გვაკლია არანაირი ფსიქიური და არანაირი სულიერი ემოციონალური და არანაირი ფიზიკური განსასწრებელი და ბრძოლები უხილავი ბრძოლა წიგნიც არის ხო იცით ეს და ხილული ბრძოლაც არ გვაკლია ყველანაირად ამიტომ სულ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ ძნელია მაგრამ ეს არის აუცილებელი სრული სულიერი აღჭურვილება უნდა შევიმოსოთ იმიტომ რომ არ ვიცით როდის მოვა ეს დემონური ძალა როდის დაგესხმება იღვიძებდით მე ამას ვიცი ღამე არ დაიძინო ღვიძარე მდგომარეობა ღამეც ღვთის წინაშე მდგომარეობა ღვიძარე მდგომარეობა ეს არის უღრმესი სულიერი მოლოდინისა და უღრმესი სულიერი შინაგანი პასუხების მდგომარეობა როცა ადამიანი კითხვებსაც აღარ სვამს მას მარტო პასუხები აქვს პასუხები აქვს ვისაგან მამისა და ძისა და სულისა წმინდისაგან რითი ლოცვით როცა ლოცვით ღმერთს ელაპარაკება აუცილებლად პასუხი მოვა მე არ მინახი ადამიანი ღმერთს ევედრებოდეს და ლოცულობდეს და მას პასუხი არ ქონდეს ღვთისაგან არ ვიცი როგორ მაგრამ რაღაცნაირად აქვს ის თვითონ დაინახავს და იგრძნობს ყველა ადამიანის თავის სამყაროა ყველა ადამიანი ძალკე სამყაროა მას აქვს პასუხი ღვთისაგან ვინც თევს ხოვსო გველს ვინ მიცემსო პურს ხოვსო და ქვას ვინ მიცემსო და თქვენ როგორ ფიქრობთ უფალი შენ ეკითხები ეხვეწები და ლოცულობ გულწრფა და ის შენ არ მოგცემს პასუხს ეს დაუშვებელია მამა რომელსაც ჩვენ ლოცულობთ
ზეციური მამა, რომელიც ყოველგან არის, ყოველწლიურად აღავსებს და ჩვენ თავს ავიცნობთ ისე და ჩვენ ვართ ჩვენ თავთან ისე ახლოს არა ვართ, როგორც ის არის ჩვენთან ახლოს. როგორ გადაგება? აუცილებლად იღვიძებნიცა და აუცილებლად პასუხი მოვა ყოველთვის. ეს შინაგანი მღვიძარება, ეს არის პასუხების მდგომარეობა, ეს არის მდგომარეობა იმისა, რომ ადამიანი თავის ფუნდამენტალურ უღრმეს კითხვებზე ამ ცხოვრებაში იღებს პასუხებს, ეს პასუხები მას გზას გაუხსნას აუცილებლად. და თქვენც იყავით გამზადებული, რამე თუ ჟამსა, რომელიც არ აგონებდეთ, ზეკაცისა მოვიდეს და იგი მოსულიც არის და ვამბობ კიდევაც, ქრისტე არ ჩვენ შორის. არც და იყოს. ამიტომ მინდა რომ აი სიტყვები დავამთავრო დღევანდელი კადაგება და გისურვოთ რომ მუდმივ ჩვენ შორის და თქვენში ქრისტე ყოფილიყოს და მით უმეტეს დღეს თუცა ეზიარებით სისხლით და ხორცით ქრისტესი შემოვალსა თქვენში განსხვავებით ყოველივე უზრუნველობას და ყოველივე ბიც შეეხურა ბაგეთა თქვენთა უზრუნველობა თქვენთა გასმენთ თქვენთა მოგიტევს მერტო დაგუცხო და გაგაზრდელო გზახსნილი ქონდეთ ის საერთოდ ჩვენ სასწაულად მიბახარ ძალიან და მე კიდევ ვისაუბროთ ამინ